ჩვენი ოჯახი ცხოვრობდა თბილისში, 2011 წელს დაუბრუნდით სოფელში, იმიტომ რომ თბილისში რაღაცა გაგვიჭირდა და სახლი გავყიდეთ და ჩამოვედით თითქმის უკაპიკოდ. სოსო ჩალაური თბილისიდან მშობლიურ სოფელ კარალეთში 2011 წელს დაბრუნდა. მავთულხვართებიდან 5 კილომეტრის დაშორებით მდებარე სოფელში ახალი ცხოვრების დაწყებას სცადა და 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტებში ჩაერთო. დღეს დიდი მეურნეობა აქვს, ამბობს, რომ მონდომების შემთხვევაში წარმატებული ბიზნეს პროექტის განხორციელება კონფლიქტის ზონის მიმდებარედაც შესაძლებელია. საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში 1 ჰექტარი მიწა დაამუშავა და 1500 ლარამდე დაზოგა. ეს არის 1 ჰექტარი ჩემი მიწა, სადაც შარშანაც და წელსაც როგორც ხედავთ, ეხლა უკვე დამუშავებული მაქვს. მოვიყვანე 8 ტონა სიმინდი, რაც დამეხმარა ჩემი პატარა მეურნეობის გაფართოებაში. ჩალაურებს 40-მდე კურდღელი, 100 ქათამი, 3 ძროხა და 2 ღორი ჰყავთ. პროფესიით აგრონომი სოფლის საქმეების პარალელურად გორის მუნიციპალიტეტის კარალეთის თვითმმართველი ერთეულის უფროსი სპეციალისტია. სამსახურიდან რომ მოვდივარ, ესე 2 საათით 60 ხძირს გავსხლავ, მივცემ ფორმას, შემდეგ შაბათ-კვირას თავისუფალ დღეს დავფოცხავ, გავასუფთავებ, ეხლა ეს დღეები მოვამზადებ ამას ყველაფერს მოსახნავად. მე ხელის ტრაქტორით, მინი ტექნიკით მოვხნავა ამას ყველაფერს და აი აქ რაც ჩვენ გვჭირდება, აი ამ ნაკვეთში მთელი წლის განმავლობაში ხახვი, ნიორი, კარტოფილი, ლობიო, სიმინდი მოყვავს ამ ნაკვეთში. როცა სკოლიდან დავბრუნდები, გაკვეთილების სწავლის შემდეგ კურდღლებს და ქათმებს უყვება. შემდეგ კი ბაღში გავდივარ და იქაც მუშაობ. ცირამეწარმიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით წელს შიდა ქართლის რეგიონის 73513 ფერმერი ისარგებლებს. სასოფლო სამეურნეო ხმის ბარათი კი 48840 ბენეფიციარს დაურიგდა. აგრობარათებზე 50 ქულა, ანუ 50 ლარი დაერიცხათ, რითიც სასოფლო სამეურნეო მაღაზიებიდან სასუქის, სათესლე მასალისა და სხვა საჭირო პროდუქტის შეძენას შეძლებენ. დღეის მდგომარეობით მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები, ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის მიმდებარედ 15 სოფელში. თქვენ თავისთავად გამყოფი ხაზის მიმდებარედ სოფლებში ყველაზე მეტად ესაჭიროება დღეს სახელმწიფოს დახმარება. პროექტის ფარგლებში ისინი მიიღებენ 1 ჰექტარზე 140 ლარის ეკვივალენტ ხელშეწყობას ყველაზე რთულ სამუშაოში, ეს არის ხვნის სამუშაო. საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში სასოფლო სამეურნეო მიწის დამუშავება 17 თებერვალს დაიწყო. სოსო ჩალაურს შარშანდელი მოსავლის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის გეგმა უკვე გაწერილი აქვს. სურს, რომ ქართული პროდუქციის გასატანად უახლოეს მომავალში გზა საერთაშორისო ბაზარზეც გაიხსნას.